დიდი მადლობა ნანა, გურია ნიუსი თამარ ლეფსვერიძე. მოგესალმებით ბატონო პრემიერო. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ დღეს იმდენჯერ გაგვაკრიტიკეთ მედიის წარმომადგენელი ფაქტების არარსებობის გამო ფაქტებით ვარ მოსული. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ფაქტია ახლა რომ მაჩვენებთ თქვენ მაგასაც? აი ეგეთ შეცდომაა, რომ გონიათ რომ ეს ფაქტია თქვენ. მანდაც გავაგრძელებ კრიტიკას თქვენ. ეს თუ კრიტიკაა, ეს არაა კრიტიკა, ეს ნორმალურია, ჩემი აზრის გამოთქვა და არა, ესე ნუ გაარცელებთ, რომ გაკრიტიკებს მედიას. არ ხდება ჩემგან მედიის კრიტიკა, მაგრამ მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, არ სარგებლობ პრემიერ-მინისტრი თუ ნებისმიერ თანამდებობით მოქალაქე ვარ და მეც მაქვს აზრის გამოთქმის უფლება. და როდესაც თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ფაქტია, რომ მაჩვენებთ, მე ვფიქრობ, ეგეც თომილება. ეგ არ არის ჯერ ფაქტი. არ არის სანამ რა თქმა უნდა, არა, მე არ ვნახავ. სანამ ეს არ იქნება გამყარებული და არ გაიზიარებს, ვთქვათ, გამოძიება და არ გაიზიარებს, ეს არ არის ცედეს ჩვენება არ არის ფაქტი. არა, საუბარი არის ბატონო ბიძინა ხელშეკრულებაზე, რომლის შესახებაც მე თქვენ კითხვა დაგისვით ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემბერში, როდესაც თქვენ მორიგი შეხვედრა ჰქონდათ მედიის წარმომადგენლებთან, მაშინ თქვენ განაცხადეთ, რომ ქართული ბიზნესის დაცვის და ბიზნესმენების კარგად ყოფნის გარანტი იქნებოდით პირადად თქვენ და ასევე ის კანონმდებლობა, რომელიც ექნებოდა ჩვენს ქვეყანას. საუბარი არის მას შემდეგ 4 თვე გავიდა და მინდა გითხრათ, რომ ამ 4 თვის განმავლობაში აქტიურად ვაგრძელებთ ჟურნალისტურ გამოძიებას ამ ამბავთან დაკავშირებით. საუბარი არის არა ალკოჰოლური სასმელი კომპანიების მარკირებასთან დაკავშირებით და იმ ანტიკონსტიტუციურ ხელშეკრულებაზე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ეს ხელშეკრულება, მხოლოდ 2 ქვეყანაში იყო მცდელობა, რომ ქონოდა. კი ბატონო, გეთანხმებით, მე ვარ საქმის კურსში, კი. და ჩემი კონკრეტული კითხვა იქნება ასეთი. მე შეგახსენებთ თქვენს პირობასაც, რომ თქვენ იქნებოდით გარანტი. ეს ადამიანები, ანუ მსხვილი ბიზნეს კომპანიები, რომლებიც არიან, ფიქრობენ, რომ ისინი ჯერ კიდევ დგანან საფრთხის წინაშე და იდგებიან მანამ, სანამ ეს ხელშეკრულება ძალაში იქნება. საუბარი არის ოფშორულ კომპანია სიკპაზე, საიდანაც გაედინება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან, ჩვენი ჯიბებიდან ფული 5 წლიან ხელშეკრულებაზეა საუბარი, 65 მილიონ ლარამდე შეადგენს ეს გასაგებია, კითხვა გასაგებია, გიპასუხებთ მე მგონი. მე მაინტერესებს თქვენ, კი ბატონო, მაგრამ უბრალოდ ამის უკან კომპანიების უკან დგას 10,000-ობით ადამიანი, რომელიც შეიძლება დარჩეს დაუსაქმებელი თუ ეს საბოლოო ხდება. ძალიან დრამატიზირებას νομიცეთ, მაგას ერთ-ერთზეა საუბარი სულ და ეს სამუშაო ადგილები და თქვათ ესე დრამატიზირებას νομიცეთ. თვითონ კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ ეს დამატებითი სახის აქციზი გასაგებია, შეიძლება იყოს ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ მხოლოდ 5 სახის აქციზი გვაქვს და მე-6 უკვე კონსტიტუციის დარღვევა არის. აი ეს მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. გასაგებია, მაგაზე მიმდინარეობს მუშაობა. ბიზნეს ომბუდსმენი ძალიან აქტიურად არის ჩართული და თანამშრომლობს კომპანიებთან და მე მგონი რომ ყველაფერი გადაწყდება ისე რომ მისაღები იქნება ყველასათვის და საზოგადოებისთვისაც გასაგები იქნება. აი ესეთი მოკლე პასუხი გაგეცეთ. ამე თუ კითხვაში უკვე ბევრი ისმოდა და ბევრი მინიშნება იყო და გასაგები იყო კითხვაში უკვე ყველაფერი და ბიზნესის დაცვა როგორც მოგახსენეთ ისევე გაგრძელდება და ისევე ვარ სადარაჯოზე და გუშინ ბანკირებსაც შევხვდი და არავითარი კითხვა არ გააჩნიათ. კითხვა დაუსვით თქვენ კარგად იცნით რა ხდება ბაზარზე, უხეშად რო ვთქვათ, რა ხდება ბიზნესში, ხო არ ხდება იქ ჩარევა კიდე, ვინმე ჩინოვნიკის ან შევიწრობა, ან მსგავსი შეკითხვები არ არსებობს, უკვე ეს გადადეხა მოხდა. ამის მსგავსი კითხვები ახლა იქნება სულ. და ეს ნორმალურია, ეს თქვენ მოგონიათ რომ მარტო საქართველოში ისმის ეს კითხვები და არ ისმის იგივე განვითარებულ ევროპაში. შესაძლოა გადაწყვეტილება იქნება, მათთან მუშაობა მიმდინარეობს და ბიზნესმენები აქტიურად არიან ჩართული და გარწმუნებთ რომ გადაწყვეტილება იქნება